სპალიტრანიუსზე წარმოგიდგენთ ოდაბანი. ოდაბანი. გათავისუფლდი ჭარბი ოფლიანობისა და უსიამოვნო სუნისგან. შედეგი პირველივე გამოყენებიდან. მოიკითხეთ აფთიაქებში. როგორც გითხარით, ჩვენ სოფლიო ჩემპიონატზე არაერთხელ ვისაუბრეთ, თუმცა ყოველთვის განსაკუთრებულად საინტერესოა ბუნებრივია თუ რა ხდება ადგილზე, იქ ეპიცენტრში და იქიდან რა ინფორმაცია მოდის აქ და რეალურად იქ რაზე საუბრობენ. სოფლიო ჩემპიონატზე ვისაუბრებთ ლაშა გოდუაძესთან ერთად ადამიანთან, რომელმაც თქვენ ნახევარი გაატარა ამერიკის შეერთებულ შტატებში, იყო იმ ეპიცენტრში ზუსტად დაესწრო მატჩს და ქონდა შესაძლებლობა ყოფილიყო მოკლედ აი იქ ადგილზე და ესაუბრა ადგილობრივებთან, გულშემატკივრებთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ლაშა გოდუაძე, სპორტის ჟურნალისტი, ჩემი მეგობარი, ჩვენი სტუმარი. ლაშა, დილომშვიდობისა, ვიცი რომ ცოტა არეული გაქვს და ღამის რეჟიმი თვენახევრიანი ამერიკული ცხოვრების შემდეგ. თუმცა და მადლობა ამისთვის, რომ ჩვენთან მოიცალე და გამონახე დრო და მოხვედი სტუმრად. პირველ რიგში მოგიკითხა როგორ ჩაიარა შენმა ვოიაჟმა სოფლიო ჩემპიონატზე და ამერიკის შეერთებულ შტატებში და როგორ მოგეწონა და მე უკვე ჩავშალოთ თემებად. მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. ნელ-ნელა გადმოვდივარ აქაურ დროზე, ჩვენ დროზე. ცოტა ჭირს, მაგრამ რამდენიმე დღე დამჭირდება, მაგრამ გაუძლებ არა უშავს. რაც შეეხება თვითონ ამერიკაში გატარებულ ამ თვენახევარს, რა ვიცი, ძალიან საინტერესო თავგადასავალი იყო. უამრავი ტკბილი მოგონება დამიტოვა, მათ შორის არასაფეხბურთოც. ზოგადად პირველად დავესწარი მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძელ ქვეყანაში და ეს ჩემთვის ახალი გამოცდილება იყო და რა ვიცი, ყოველ დღე რაღაც ახალს ვნახულობდი, ახალს ხედავდი და საოცრება იყო შემიძლია გითხრა, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე და ისეთი მოგონებები არასდროს რო არ გახუნდება. ხო, და მსოფლიო ჩემპიონატთან ეპიცენტრში ისეთი ამბავია, რომ კი შეიძლება თამაშს ეწევი, მაგრამ აი ამდენნაირი გულშემატკივარი ყველა თავისი მოკლედ ძალიან საინტერესო იქნებოდა წარმომიდგენია, ვერ წარმომიდგენია, იმიტომ რომ მაგის წარმომიდგენა უბრალოდ იმათთვის, ვისაც ესე გვიყვარს ფეხბურთი, ძალიან რთულია ალბათ ეგ წარმომიდგინოთ, იქ რა ხდება, ჩვენთვის რაღაცა განსაკუთრებულია, ხო? ნუ სამწუხაროდ შენი ფავორიტი ნაკრები იქ არ იყო და ისეთი სიტუაციაა, რომ პირველ ჩანსში შეიძლება დიდხანს აღარ იყოს, მაგრამ არ ვიცი, ნახოთ მომავალში რა იქნება, მაგრამ ამ ეტაპზე არ გამოვიდა. ნუ საინტერესო პირველ რიგში სოფლიო ჩემპიონატი იმიტომ იყო, რომ 48 გუნდი მონაწილეობდა ისტორიაში ყველაზე დიდი ჩემპიონატი ჩატარდა სამ ქვეყანაში ერთდროულად გაიმართა. მე მარტო ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიყავი, ნიუ-იორკსა და ფილადელფიაში. ერთ თამაშს და აკრედიტაციის გარეშე ვიყავი, ეს მინდა ვთქვა, ანუ ბილეთით ერთ თამაშს დავესწარი, ეს ფილადელფიაში იყო 4 ივლის ამერიკის 250 წლის იუბილეზე საფრანგეთის და პარაგვაის მერვე ფინალი, ძალიან მძიმე თამაში იყო. მაგრამ აი საფეხბურთო, ანუ 90 წუთს რო თავი დავანებო, რა ვიცი დასაწყის დილიდან საღამომდე იყო ერთი უდიდესი სასიამოვნო თავგადასავალი და თამაშის შემდეგ რა ხდებოდა, ხო ეს ყველაფერი პირველად ხედავ, ხა როცა ჩასული ხარ სოფლიო ჩემპიონატზე გაინტერესებს ყველაფერი, ხო, მათ შორის არასაფეხბურთო ამბებიც და რა ვიცი, რაც მაინტერესებს, რაც ვიცოდი, რაც არ ვიცოდი, კიდე უამრავი რაღაც ვნახე და სულ სხვანა ზეიმია მოკლედ შემიძლია გითხრათ. ერთი სიტყვით რო ვთქვა, ეს იყო ერთი ძალიან დიდი ზეიმი, რომელშიც მონაწილეობდა ყველა, მათ შორის მონაწილე გუნდების გულშემატკივარი და მათ შორის იტალიის ნაკრების კომანგებიც იყვნენ, რომლებიც უბრალოდ ამ საერთო სიხარულის გასაზიარებლად იყვნენ ნიუ-იორკში, ვინც შემხვდა ახლა, იმათზე ვამბობ. და რაც დავასკვენი ეგ არის, რომ გულშემატკივრები ზოგადად და არ აქვს მნიშვნელობა ბილეთიანია თუ არ არის ბილეთიანი, ხო? აი, სიხარულისთვის ჩადის და კი, და რომ გაერთოს მეგობრებთან ერთად, ახალი მეგობრები შეიძინოს, რაღაც ახალი თავგადასავალი და ეს იყო ყველაფერი 10-იანზე შემიძლია. ძალიან საინტერესოა, ყოველთვის ბევრი დღევანდელ ეპოქაში, რა თქმა უნდა, ინფორმაცია სოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მოდის და ნახულობთ და ვკითხულობთ და პირდაპირ ეთერში უყურებთ იმ ყველაფერს ტელეფონში, რაც შეიძლება არა თამაშს ამ შემთხვევაში გულისხმობ რაღაცა მის მიღმა, ხო, რაც ხდება.
თუმცა ყოველთვის საინტერესოა ადგილზე რა გამოხმაურებებია, ხო, რაც შეიძლება ჩვენამდე მოვიდა, მაგრამ მოვიდა გაიარა დიდი გზა და შეიძლება სხვა ფორმითაც კი მოვიდა, ხო? ეხლა ყოფილა ამ სოფლიო ჩემპიონატზე ეს რაღაცა ცოტა სკანდალური მომენტები არაკლდა, კი ბატონო, იქ არგენტინაზე გასაგებია ეხლა რაღაცა ცოტა მოსაბეზრებელი გახდა არგენტინას საუბარი. თუმცა მთავარი ამბავი, მთავარი ჰაილაიტი ამ სოფლიო ჩემპიონატის იყო ბალოგუნის წითელი ბარათის გაუქმება, რომელიც სიამაყით გამოდო თეთრმა სახმა, რომ აი ჩვენ დაუკავშირდით ჯანი ინფანტინოს, რომელსაც რაღაცა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი მაგაზე ძალიან საინტერესოა რა რეაქცია ქონდათ თვითონ ამერიკელებს, თვითონ ან თუნდაც არა ამერიკელებს, ნაკრებების გულშემატკივრებს, ხო? ვთანაც შეიძლება რომ ქონოდა კომუნიკაცია. მას შემდეგაც გავრცელდა რომ აი ტრამპი ჩაერია, დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჩაერია ამ ამბავში გულისხმობ ბალოგუნის წითელ ბარათს, რომელსაც უნდა გამოეტოვებინა ბელგიასთან მატჩი და შემდეგ შეუცვალეს ეს და რაღაც FIFA მოიგონა, რომ ეს არ იყო და არ იმსახურდა ყოფილად გადაუკეთეს და რაღაც თელი ამბები. თვითონ უამრავმა გამოცემამ არაერთი შარჟი მიუძღვნა ამ ამბავს. ძალიან ისე შეხვდნენ რა, როგორ ღიმილით, მოკლედ ყველა მიხვდა, რომ ეს რაღაც გამამართლებელი საბუთები, რაც FIFA მოიშველია, იყო აი მოგონილი აბსოლუტურად და ის ნაბიჯი გადადგა FIFA-მ, რაც არ უნდა გადაედგა არც ერთ შემთხვევაში. UEFA-ს გამოხმაურებას წაიკითხავდით თქვენ, რომ რბილად რო თქვა არასერიოზული უწოდეს ამ ნაბიჯს და არაერთმა გამოცემამ ისიც დაწერა, რომ FIFA-ს პრეზიდენტს ჯანი ინფანტინოს, რომელიც აი ძალიან ახლო ურთიერთობაში იყო, ასე ვთქვათ, მთელი ტურნირის განმავლობაში ამერიკის პრეზიდენტთან და ლამის ყველა მის რჩევას ითვალისწინებდა. არაერთმა გამოცემამ დაწერა, რომ მომდევნო არჩევნების დროს მას ძალიან გაუჭირდება პოსტის შენარჩუნება. არ ვიცი რა იქნება, მაგრამ მეც მგონია, რომ ბევრი საფეხბურთო ასოციაცია მას ამ ნაბიჯს არ აპატიებს. საერთო ჯამში ბალოგუნის დაბრუნება მაინც არაფერი უშველა ამერიკის ნაკრებს და პრინციპში მაქსიმუმიც იყო ამ გუნდის რაც გააკეთა, ხო, და იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე ელოდნენ და მთლიანობაში აი ეს ფაქტი შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ისე რა ქვია, როგორ გითხრათ ახლა სასაცილო და ზარი ხო, აი აქილიკებდნენ ამის გამო, ეს შემიძლია ვთქვა, აიქაური გამოცემები, ნიუ-იორკ ტაიმსი იყო, ნიუ-იორკერი იყო, დეილი ნიუსი თუ რა ვიცი. ბევრგან შეშორს აქაც ისმოდა ტელევიზორიდან რასაც უყურებით, რამდენჯერაც კადრში გამოჩნდებოდა ინფანტინო, რამდენიმე თამაში იყო მსგავსი. კადრში როგორც კი გამოჩნდებოდა, ეგრევე იწყებოდა ობსტრუქცია გულშემატკივრის, იმტრიკ მონიტორებზე ხო ჩანდა შესაბამისად ტრანსლირების და ანუ ეგ უკმაყოფილება ჩანდა, რომ ინფანტინოს მიმართ აქვთ. კი, კიდე ის მომენტი იყო, რომ ხო, ბევრ თამაშს ეწრებოდა FIFA-ს პრეზიდენტი, ერთ-ერთი თამაშის წინ ახლა არ მახსოვს რომელი წელი იყო. კომენტატორმა იხუმრაო, რომ მე მგონია კლონი ყავთ ჯანი ინფანტინოსი, იმიტომ რომ შეუძლებელია, რომ ესე ასწრებდეო დღეში ორ თამაშს ასწრებდეოდა. და სხვა ქალაქში ვაფრთხილებ. კი, და ნუ ეხლა FIFA-ს პრეზიდენტს პირადი ერთფრენი ემსახურებოდა და ახლო ქალაქებში თამაშის დასრულებისთანავე მიდიოდა მეორე მასპინძელ ქალაქში, ისინი სხვა პირობებში იყვნენ ჩვენგან რიგითი გულშემატკივრებისგან განსხვავებით, რომლებსაც ბილეთების შოვნა ძალიან გვიჭირდა და ჩემი მასპინძლის დახმარებით მოვხვდი ამ საფრანგეთი პარაგვაის თამაშზე. არნახულად ძვირი იყო ეს უნდა ვთქვა ბილეთები. ზოგადად კომერციული თვალსაზრისით შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან წარმატებული შეჯიბრება გამოდგა. საერთო დასწრების რიცხვი ხო გაუმჯობესდა 6 მილიონზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო და საშუალო დასწრების მაჩვენებელი ძალიან ახლოს იყო 94 წლის რეკორდთან, მაშინაც ამერიკაში ჩატარდა და მე ვფიქრობ, რომ აი ეს სოფლიო ჩემპიონატი რომ მარტო ამერიკაში გამართულიყო, ის რეკორდიც გაუმჯობესდებოდა, იმიტომ რომ კანადასა და მექსიკაში მაინც იმ ტევადობის სტადიონები არ არის, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში და როგორც კი დამთავრდა ეს სოფლიო ჩემპიონატი, ეგრე უმალ დაიწყეს ამ სტადიონების უკვე მორგება ამერიკულ სპორტებზე, იმიტომ რომ იქ ამერიკული ფეხბურთის სეზონი გრძელდება და რა ვიცი, და სტადიონები ძალიან შთამბეჭდავი. საორგანიზაციო კუთხით მე რასაც ვხედავდი, შემიძლია ვთქვა, რომ საუკეთესო იყო. და საყურებლად თვითონ საფეხბურთო თვალსაზრისით ბოლოს ჩემი აზრით 2006 წლის სოფლიო ჩემპიონატი იყო გერმანიაში გამართული, რომელიც შენ კარგ გიმახსოვრება, კი ბატონო, მეოთხე ვარსკვლავი მიეხატა იტალიამ თავის ლოგოზე. ხო, მაგის მერე ხარისხობრივად ჩემი აზრით ყველაზე კაი სოფლიო ჩემპიონატი იყო.
იცი რა არის 2006-ის მე მაგალითად ყველა მსოფლიო ჩემპიონატი მომეწონა, ვერ ვიტყვი ერთ-ერთ რომელიმე ძალიან ცუდი იყო. აქ უბრალოდ ძალიან ბევრი თამაში იყო ჯგუფურ ეტაპზე. დღეში 4 თამაში, დღეში 4 თამაში ძალიან რთულია ხა, ხო? თქვენთვის დღეში, ჩვენთვის ღამეში. ხო, იქ ამერიკის შეერთებულ შტატებში შუა დღეზე იწყებოდა. ხო და მაგრამ ამ ტურნირზე იყო რამდენიმე ძალიან კარგი მატჩი, რამდენიმე სენსაციური შედეგით, რამაც საბოლოო ჯამში აქცია ეს ტურნირი ძალიან წარმატებული. კი ბატონო. ხშირად ვიყენებ ამ აღმატებით ფრაზებს ამ ტურნირთან დაკავშირებით, მაგრამ მე იქ რაც ვნახე, სხვანაირად არ შემიძლია, იმიტომ რომ ხო, ბუნებრივად ჩვენთვის სხვა ემოცია აქვს და შენთვის სხვა ემოცია აქვს, იმიტომ რომ იქ ადგილზე სულ სხვა არის. კი ბატონო და ძირითადად აი ამ ორ ქალაქში ვიყავი, რაც გითხარით, ნიუ-იორკსა და ფილადელფიაში და ნუ ფილადელფიაზე იგივეს ვერ ვიტყვი, მაგრამ ნიუ-იორკმა მაინც ესე უხეშად რო თქვა ჩაყლაპა ეს მსოფლიო ჩემპიონატი, იმიტომ რომ მეკითხა, ხო. იმხელა არის და როგორ მთელი მსოფლიოა რა ეს ნიუ-იორკი არის ერთ ქალაქად წოდებული მსოფლიო, სადაც ყველაფერს ნახავ ადამიანს და მათ შორის ეს მსოფლიო ჩემპიონატიც დაიტია. რეალურად ყველაზე დიდი აქტივობები იყო როკფელერის ცენტრთან, სადაც მოწყობილი იყო ეს სხვადასხვა სახის აქტივობები, მათ შორის FIFA-ს ოფიციალური მაღაზიების გაუთავებელი რიგები იყო მანდ. იქვე იყო როკფელერის ცენტრში იყო თვითონ FIFA-ს ოფიციალური მუზეუმის გარკვეული ექსპონატების გამოფენა. და ძირითადად გულშემატკივრები ირეოდნენ იქ. აი როგორც კი გაცდებოდი აი ამ კვარტალს ასე ვთქვათ, ხო? შემდეგ უკვე ნელ-ნელა მარტო აი სხვადასხვა ნაკრების ფორმაში გამოწყობილი გულშემატკივრები თუ მიგახვედრებდა რომ ამერიკაში და ნიუ-იორკში ტარდება მსოფლიო ჩემპიონატი. ნუ ნიუ-იორკი ცალკე საერთოდ სხვა სამყაროა. არ ველოდი თუ ესეთი ძალიან კარგი ქალაქი იქნებოდა და წინვალე, ულამაზესი და რა ვიცი, მე მგონია რომ თუ ადამიანს რამე აინტერესებს, რაღაც სფერო აინტერესებს, ყველაფერს იპოვის ამ ქალაქში. სათავისოდ და როგორც ერთ ძალიან პოპულარულ სიმღერაშია, მგონია რომ ამ ქალაქს არასდროს არ ძინავს. სულ რაღაც ხდება. კი ბატონო. ხო, შენ ახსენე ნიუ-იორკმა ჩაყლაპაო და მე აქ რა თქმა უნდა მსოფლიო ჩემპიონატის მასშტაბის შედარება როგორ შეიძლება რამე მას შეადარო, რა ქვია, აქ ჩატარებულ რომელიმე საფეხბურთო ან საკალათბურთო მასშტაბი სხვადასხვა. მასშტაბი აბსოლუტურად სხვადასხვა, თუმცა ქვეყნების მასშტაბიც შესაბამისად სხვადასხვაა. მე მახსენდება რა და მართლა გულის წყვეტით შემიძლია ვთქვა, რომ ჩატარებულა აქ ბოლოს ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატს თავი დავანებოთ, იმიტომ რომ მაინც შედარებით რაღაცა ფეხბურთის მიმართ განსაკუთრებით სხვანაირი დამოკიდებულება გვაქვს ქართველებს, მაგრამ ამხელა ევრობასკეტი ჩატარდა თბილისში და მარტო უკვე ახალგზას რო ვეძახით, ახალგზაზე იყო ბანერები, აი ერთადერთი ქალაქში არაფერი არ იგზნო. ეს იმდენად სამწუხაროა ეხლა, როცა მსგავსი მასშტაბი არ ხარ განებიურებული, რომ ჩატარდეს შენთან რაღაცა მსგავსი მასშტაბის ღონისძიებები. თუმცა, ნუ ხო, ალბათ ეგეც ჩვენ უნდა ვისწავლოთ რაღაც მომენტში. კი, ახლა იქიდან ანუ მასპინძელ ქვეყანაში რო ხარ და მაინც ახლა ქვეცნობიერად ვადარებდი და უშოთ როგორ ტარდება ჩვენთან, ხო? სხვადასხვა დიდი მულტისპორტული ღონისძიებები, ხო? აი ზუსტად მაგას მივხვდი, რომ ძალიან ბევრი გვაქვს სასწაული ჯერ კიდევ. როგორც ჟურნალისტებს, როგორც სპორტსმენებს, როგორც რა ვიცი, როგორც ტურისტებს, როგორც ორგანიზატორებს, აი ყველა მიმართულებით აბსოლუტურად, იმიტომ რომ სულ სხვა სიმაღლეზე დგანან. ამ საუც უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული. აი რა გითხრათ, აი არ ვიცი, საქართველოს ჩატარებულ ვერცერთ ღონისძიებას ვერ შევადარებ, თუნდაც ერთ ქალაქში მიმდინარე მატჩებს, აი ნიუ-იორკში რასაც ვხედავდი, ხო? აი თუნდაც აი მოძრაობა, მანქანების მოძრაობა როგორ რეგულირდება თამაშის დღეს, ხო? აი ყოველ ფეხის ნაბიჯზე ნიუ-ჯერსისკენ, სადაც ფინალი ჩატარდა. ეს თვითონ ნიუ-იორკში არა, ნიუ-ჯერსის შტატშია, მაგრამ აი როგორ აფრთხილებდნენ მოქალაქეებს, რომ ამ და ამ საათზე მოერიდეთ გზავრობას, რომ იმიტომ რომ ფინალი ტარდება, თამაშები ტარდება და შეიძლება საცობი შეიქმნას, აი წინასწარ დილიდან იყო. კი. იქ სამართალდამცავი პოლიციის მანქანები არეგულირებდნენ, რომ არ შექმნილიყო საცობი და რაღაც უაზრო პრობლემა არ წარმოშობილიყო. და სხვა მხრივ, რა ვიცი. ძალიან მაინტერესებს, აიცი, აი ყველაზე ესეთი, რასაც შენ უყურებდი, აი ყველაზე აქტიური, ყველაზე
რაღაცა თავგამოდებით რომ ხმაურიანი გულშემატკივრები, აი რომელს გამოარჩევდი? ვიცი როგორ იყო, აი რა წვილიც თამაშობდა ვთქვათ, ეხლა მე ნიუ-იორკის ამბებს ყვები, ეხლა რა წვილიც თამაშობდა ვთქვათ ნიუ-იორკში, ვთქვათ 2 დღეში, ხო? იმ გუნდების კომაგების მოზღვავება იგრძნობოდა ქალაქში და ყველა როგორც წესი საბოლოო ჯამში რაღაც გარკვეულ დროს თავს იყრიდა Times Square-ზე და მე იქ იყო სანადავშოთ ბრაზილიური ცეკვები, ხო? 1000-ობით ბრაზილიელი იყრიბოთ, გადაყვითლებული იყო Times Square-ი, ვთქვათ, ნორვეგიელები, ხო? გადაწითლებული იყო. ნორვეგიელები თავისი ხო, ის თავისი კი ბატონო, რაც შემორჩება ამ ტურნირის ისტორიას, თავის წარმოდგენებით. ყველა იყო ერთმნიშვნელოვნად კეთილგანწყობილი ერთმანეთისადმი, აი ერთი ზედმეტი ის არ მინახია რაღაც შელაპარაკება ან რაღაც, ნუ ამ ფიზიკურ დაპირისპირებაზე აღარაფერს არ ვლაპარაკობ, აი როგორც გითხარი, ყველა იყო ჩასული ზეიმისთვის. დამარცხდა ვთქვათ სიტყვაზე ამერიკის შეერთებული შტატები, ხო, არანაირი აგრესია არ იყო, ვთქვათ ბელგიელი გულშემატკივრების მიმართ რა. იმიტომ რომ იმათთვის რაღაც დღესასწაული დასრულდა და იციან რომ ხვალ კიდევ ახალი სანახაობა დაიწყება სხვა სპორტის სახეობაში და არ მოიწყენენ და მოსაწყენად საქმე არ ექნება და ეს იყო ალბათ ყველაზე დიდი ბედნიერება რისაც ალალათ რო თქვა შემშურდა ამერიკელი კომაგების, იმიტომ რომ მოსაწყენად არ ცალიათ ეს შემიძლია ვთქვა. აუ რა, ის რაღაცებს ახლა სანამ ეთერში მოვიდეთ, რასაც ყვებოდი, ძალიან რთული იყო აქ შემოსვლა და ეთერი დაწყება, იმიტომ რომ რაღაცა ძალიან მომინდა რომ ადგილზე ყოფილიყავი. ხო და თან თვითონ ამერიკაზეც ახლა რა სტერეოტიპებიც არსებობს ჩვენში, ხო? და სამწუხაროდ რაღაც უარყოფითი კუთხით რო ცდილობენ წარმოჩენას. რა ვიცი, ნამდვილად არ არის ესეთი ქვეყანა, ძალიან კარგი ქვეყანაა. და თუ ადამიანს რაიმეს ინტერესი აქვს, ხო, ამ სპორტზე არ მაქვს საუბარი. თუნდაც სპორტი იყოს და უშუალოდ რაღაც ისეთი სახეობა გაინტერესებს, ხო, ბეისბოლი, რაც ჩვენთან არ არის პოპულარული, ხო, იქ არის ბუმი არის. ვთქვათ, ბეისბოლის გულშემატკივრები ცალკე არიან, კალათბურთის გულშემატკივრები, თან მილიონობით და როგორ გითხრა, მილიონობით გულშემატკივარზეა საუბარი. თვითონ ნიუ-იორკში საერთოდ ბრუკლინეთში იქვე თამაშობს კალათბურთი და ნიუ-იორკ ნიქსი კიდე აქეთ და რა ვიცი, მე ჩემი რამდენიმე მეგობარი დამხვდა ხა იქ ქართველი ბიჭები, რომლებსაც სპორტი ძალიან უყვართ და იმათ სიტყვებით რო ვთქვა, რა ვიცი, უბრალოდ 64-ში არიან სპორტის 64-ში, იმიტომ რომ ამერიკული ფეხბურთიც კი, რომელიც აქ ჩვენთან ნაკლებად იციან და რაღაც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული. კი, ყველაზე პოპულარულია და ბიჭები მეუნებოდნენ, რომ უბრალოდ დრო არა გაქვე ხა მაგდენიო რო აქ დარჩეო თორე. უნდა ნახოთ, რო წესები რო აგიხსნათ, თუ მაგის გულშემატკივარი გახდები ყველა ვარიანტში. არ ვიცი ეგრე იქნებოდა თუ არა, მაგრამ ნუ ჩემთვის ყველა ვარიანტში ღირსად. ჩემთვის ნებისმიერ სპორტის სახეობის დასწრება უკვე ძალიან დიდი სიამოვნებაა, მაგრამ აი ამ ჯერზე სამაგისოდ ვერ მოვიცალე და იმედია მომდევნო სტუმრობისას და შევძლებ. ბოლოს მინდა კითხო, ხა შენ არაერთი წიგნის ავტორი ხარ, სპორტული წიგნების და მათ შორის დიდი ნაწილი მე მაქვს შენგან სამახსოვრო და დიდი მადლობა ამისთვის. და მაინტერესებს ამ თავგადასავალზე თუ შეიძლება რომ ვიხილოთ თუ ახლოს მომავალში, ნუ თუ ასეთ წიგნი არა, ჩანახატების სახით რაღაც მაინც. თვითონ თითქმის ყოველდღე წერდი, ანუ როცა საშეჯიბრო დღე იყო, ყოველდღე წერდი ჩანახატებს. არა მარტო ვთქვათ წმინდა სპორტული კუთხით, ანუ საფეხბურთო მატჩების მიმოხილვებს, არამედ ვცდილობდი რაღაც ჩემი ემოციები გადმომეცა იმ დღეს ნანახ ვთქვათ რაღაც ღირსშესანიშნავ ადგილზე, ვთქვათ ცენტრალურ ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკზე, ან ცათამბჯენზე გამიმართლა და 2 ცათამბჯენზე მიმიწვიეს მეგობრებმა და ესეც მინდა გითხრა, რომ საოცარი სანახაობა, კი, რა ვიცი, ეგეთ სიმაღლეზე არ ყოფილვარ და ნიუ-იორკს ზემოდან გადმოხედავ, ეხლა ულამაზესია და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა სურვილი მაქვს რომ შევკრა წიგნად. და ვნახოთ იმედია გამომივა, იმიტომ რომ ხო, მარტო შენზე არ არის დამოკიდებული. ხო, მარტო ჩემზეც არ არის დამოკიდებული და მეორე მხრივ გული დამწყდება, რომ ამდენი მასალა რაღაც მაინც ესე უცბად დროში დაიკარგოს რა და ამისთვის არ მემეტება, იმიტომ რომ უამრავი ფოტოც გადავიღე და რა ვიცი. თქვათ რომ ეს გადასაფარი მასალა, რომელიც გადიოდა შენი გადაღებული ფოტოები, შენ გამოგზავნებულს და შენ გადაღებული ფოტოაპარატი სულთან დამოხ ცოცხლოვიჩი როცა ვარ და თან მით უმეტეს რო იცი რომ ამერიკაში მსოფლიო ჩემპიონატზე მიდიხარ და მე თან მარტო ფეხბურთი ხო არ არის ეს ნიუ-იორკი და ფილადელფია ხო კიდე უამრავი საინტერესო რაღაცაა და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემეძლია ვთქვა რომ ბევრი საინტერესო რამ ნახე, ბევრ საინტერესო რამე გადავიღე და
ვეცდები რომ ეს ყველაფერი წიგნად გამოვცა. ძალიან კარგი ფანტასტიკური ისა რა ქვია, ცხოვრებისეული გამოცდილება კი. შეიძინე კიდევ ერთი მოკლედ. გისურვებ რომ შენს გამოსცადო ეს ბედნიერება და ზოგადად სიამოვნებით. ყველა გულშემატკივარს უსურვებ რომ ესეთ დიდ სანახაობას ერთხელ კი არა, რა ვიცი, რამდენჯერმე დაესწრონ, იმიტომ რომ უდიდ ზეიმია რა, ისეთი ბედნიერი ვიყავი, რომ ეს ბედნიერება გამყვება მთელი ცხოვრების განმავლობაში და აი შემდეგ სოფლიო ჩემპიონატზე იმედი მოხდა საქართველოს საქართველოს ნაკრები რო გავა, იმიტომ რომ მე რასაც უყურებ ხა. თან ესპანეთშია. თორნიკე კვარაცხელი, ესპანეთში ხო, თორნიკე კვარაცხელია, მადლობს იმის რომ ორი კვარა ნაკრებში ძალიან დიდი. მანდ ერთი პრობლემაა, ორივე მარცხენა ფლანგზე რა უნდა მოვაგვაროთ. რაღაცას დავალ. ლაშა, ურმესი მადლობა სტუმრობისთვის, ამ გაზიარებისთვის, ამ შენი საოცარი მოგზაურობის და თავგადასავალის წარმატებას გისურვებ და როგორც შენ აღნიშნე, იმედია შემდეგ მსოფლიოზე ერთად გავიზიარებთ იმ სიხარულს, სადაც საქართველოს ნაკრების გასვლა და მე უკვე იქ მოგზაურობა გვქია. წარმატებას გისურვებ, ლაშა გოდუაძე იყო ჩვენი სტუმარი, რომელიც თვენახევრის განმავლობაში ამერიკაში იმყოფებოდა და ეპიცენტრში იყო ამ მსოფლიო ჩემპიონატისა. მე ხუჩაბათთან დაგემშვიდობებით, სხვა სტუმრებით, სხვა თემებით შევხვდებით ხუჩაბათს ერთმანეთს, დილის პაეტრას ეთერს კი გააგრძელებს პრესის მიმოხილვა თამთა კვარაცხელიასთან ერთად. დროებით. სპორტს პალიტრანიუსზე წარმოგიდგენთ ოდაბანი. ოდაბანი. გათავისუფლდი ჭარბი ოფლიანობისა და უსიამოვნო სუნისგან. შედეგი პირველივე გამოყენებიდან. მოიკითხეთ აფთიაქებში.